დილამშვიდობისა საქართველო, კლავსი ამოვნებით მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ ყველგან და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი ჯიმ, აი ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. დღეს ორშაბათია და როგორც ყოველ ორშაბათს გვერდება მიხეილ ცაგარელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზით. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, ბედნიერი დილა, დღე, კვირა, მინდა ყველას გისურვო და დადებითი განწყობა. რადგან დედამიწა ჯერ კიდევ პოზიტიურ ენერგო ველშია, ეს უკვე კარგია. იმიტომ რომ განწყობაზეც კარგად მოქმედებს, მეტნაკლებად ჯანმრთელობას ვინარჩუნებთ, შესაძლებლობები დაუშვათ იდეების რეალიზაციისა, გარკვეულწილად მართალია ცოტა გვიშლის ამაში რეტროგრადული მერკური, მაგრამ მაინც რაღაცას ვახერხებთ ასეა თუ ისე და ურთიერთგაგებაც სათანადო დონეზეა. ეს სწორედ დადებითი ენერგოველის დამსახურებაა. ეხლა ავნიშნოთ რომ 3 გეომაგნიტური დღე გვაქვს. ანუ ეს არის ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი. ესე იგი ამ დღეებში ცოტა მეტი ყურადღება დაუთმეთ აუცილებლად. აი რა იცის, ვიან მეკითხებიან გეომაგნიტურმა. ეს არის მზის ქარიშხალი, ეგრეთ წოდებული, რომელიც ახდენს ზეგავლენას და რა კუთხი. შეიძლება ხა კონკრეტულად რაღაც არ გკიოდეთ, მაგრამ აი იყოთ გაბრუებული, რაღაც დამძიმებული თავი. ეს შეიძლება წნევის პრობლემებიც იყოს. აი ესეთი რაღაცები ხდება გეომაგნიტურ დღეს და ადამიანი თვითონ ვერ ხვდება, აი რა რაღაცა ვერ არის მთლად ისე როგორც უნდა იყოს, მაგრამ კონკრეტულად არაფერი არ აწუხებს. აი ესეთი მოვლენები ჩვენ გვაქვს ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და თუ რაღაც დისკომფორტი იგრძენით, ან შეიძლება თავის ტკივილიც იყოს, ან რაღაცა სხვა დისკომფორტი, აუცილებლად წნევას მეაქციათ ყურადღება და შესაბამისი ზომები, პროფილაქტიკა ან ყავით, ვით თუ დაბალი გაქვთ წნევა, ან თუ მაღალია, მაშინ წამლებით და მოიყვანთ წესრიგში თქვენს ორგანიზმს. ამის გარდა მნიშვნელოვანი საინტერესო მოვლენები გვაქვს ჩვენ ამ კვირაში. პირველ რიგში დღეს მაგალითად ვისაც უნდა მანქანის ყიდვა გაყიდვა. ძალიან კარგი დღეა ამ თვალსაზრისით. რაც შეეხება ოთხშაბათი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ იუპიტერი, გამარჯვების მმართველი პლანეტა, აქამდე იყო კარგახანს რეტროგრადული უკუმავალი და ეხლა სწორედ ოთხშაბათიდან გახდება სწორმავალი, ანუ დირექტული. რაც ნიშნავს უკვე იმას, რომ შანსები პოზიტიური ნელ-ნელა მოიმატებს ამის შედეგად და რაში, ყველაფერში. იმიტომ რომ ეს არის ზოგადად გამარჯვების მმართველი, როცა ის სწორად მოძრაობს, ის გვაძლევს საშუალებას მაგათად ადვილად დაევტვისოთ უცხო ენა. სპორტი გინდათ, ვარჯიშები გინდათ, აპირებდით და რაღაცა გიშლიდათ. აი ახლა უფრო ადვილად დაიწყებთ. შედეგიც გექნებათ უკეთესი, ტრავმებით სპორტსმენებს ეკნებათ ნაკლები, სპორტული დაფინანსებებიც მოიმატებს, მოდი ასე ვთქვათ, მაგრამ არა მარტო. იგივე დაუშვათ პოლიტიკურ სფეროში. გარკვეული სასიკეთო ცვლილებები აუცილებლად იქნება. იმიტომ რომ მართავს იდეოლოგიას, პოლიტიკას, ასევე იუპიტერი, ისე როგორც კანონებს და საკანონმდებლო ორგანოებს. ამიტომ აქ შეიძლება იყოს მიღებული ახალი კანონები და რაც თუ არა მათი უკვე პრაქტიკული რეალიზაცია მოხდეს. აქამდე თუ უკუმავალობა ამ პლანეტის უშლიდა ხელს ახალი კანონების სათანადო რეალიზაციას, აი ახლა ეს უფრო ადვილად წავა. ეს პროცესი და სხვაჩვეულის სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის, მგზავრობა, მოგზაურობის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იწყება სწორედ ოთხშაბათიდან. მივაქციოთ ყურადღება ახლა ასევე ესა დღეს, როგორც არის მაგალითად ხუთშაბათი. რა ხდება ახლა ხუთშაბათს? ხუთშაბათს შეიძლება ასევე სხვაჩვეულის სამშაბათის დაახლოებით ამ ტიპის დღეა ცოტა მოგატყუოთ რეკლამამ. და საბუთებში კარგად შეიხედეთ, სანამ ხელს მოაწერთ, რომ იქ არ იყოს ზეთი მცდარი, რაღაც დაუშვათ პუნქტი, რომელიც მერე პრობლემებს შეგიქმნით. ხოლო პარასკევი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ აი უნდა გაიხსენოთ რა ხდებოდა თებერვლის შუა რიცხვებში ან 7 თვის წინ თქვენ ცხოვრებაში. აი ამის გამოძახილი შეიძლება ახლა ასევე პარასკევს თვალში საცემი გახდეს. შაბათი კარგი ამისთვის, რომ მავნეჩვეებისგან განთავისუფლდეთ, ხოლო კვირა ხელს უწყობს აუცილებლად დაუგდეთ ყური უფროსი თაობის მანდილოსთან და მათ შორის დედათა რჩევებს. მაშინ გაცილებით სწორად ემოქმედება და უფრო სწორი იქნება თქვენი მოქმედება. ანუ მთლიანობაში კვირა საინტერესოა და რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, შესაძლებლობებიც გვაქვს. იუპიტერიც ასწორებს თავის მოძრაობას, ანუ წარმატების ფაქტორიც ყველას მოემატება, რაც მთლიანობაში რასოქველია ძალიან კარგია. 3 გეომაგნიტური დღეა სულ. მართალია, როცა ზედიზედ მისდევენ ერთმანეთს ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, ზოგიერთ ცოტა უჭირს ზედიზედ გადატანა, მაგრამ მეაქციეთ ყურადღება თუ ხანდაზმულები ყავდა, შესაბამისი პროფილაქტიკაც გამოიყენეთ. აი ეს ტენდენციები პირველ რიგში ყველა საყურადღებო, ახლა რაც შეიძლება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს შევეხოთ ახლა მათ და მათთვისაც პრინციპში კარგი ინფორმაცია, რატო?
იმიტომ რომ აი მაგათად ვერძებს ძალიან გაუმართლად და რაში იმაში რომ ეხლა დედამიწა რო ყოფილიყო ენერგეტიკულად უარყოფით ენერგოველში მათ აქვთ ეხლა დაავადების წინა ყველაზე რთული პერიოდი გაცილებით მძიმად გაევლიდნენ ამას იქნებოდა მეტი კონფლიქტები მეტი სირთულეები ეხლა შედარებით უკეთ გადიან ერთადერთი სადაც არის პრობლემა ეს არის ჯანმრთელობა ერთი ზონა და ამიტომ რა არის საჭირო არ გადაღლა დაღლა კი ბატონო მაგრამ არ გადაღლა თორემ მაშინ უკვე არაადეკვატურად იქცევი და შეცდომებს უშევ და მეორე კიდე რა სიტყვის კოსმოსი ვერძებისგან ენაზე კბილის დაჭერა საიდუმლოს დაცვას იმიტომ რომ ახლა მაინც ცოტათი მაგრამ აქტიურდებიან ფარული მტრები, ჯორები, ინტრიგები, მოშურნეები თქვენ საწიალო აკონტროლით რა ხდება ზურს უკან და ზედმეტი არ ელაპარაკოთ თქვენი გეგმების, სურვილების შესახებ, რათა სხვებმა ეს არ გამოიყენონ თქვენ საწინააღმდეგოდ. აი ეს არის ის რაც ითხოვს თქვენ გაყუროთ სხვა მხრივ პერიოდი ძალიან კარგია შეიძლება ზოგიერთი საქმე დაასრულოთ კიდეც ზოგიერთი შეიძლება ახალი დაგეგმოთ და გარკვეული წინაპირობებით შექმნათ მისი რეალიზაციისა აქ შეიძლება საინტერესო ახალი ადამიანები გაიცნოთ აქ შეიძლება ზოგიერთი იურიდიული საკითხიც კი გადაწყვიტოთ შესაძლებლობა იმისა რომ საყოფაცხოვრებო პრობლემები მოაგვაროთ ესეც გექნებათ ამიტომ პერიოდი არ არის ცუდი გინდათ პირადულში გინდათ დაუშვათ საქმიანი კუთხით შეიძლება ახლა ისე აქტიურად არ წარიმართოს საქმე ჯერ როგორც თქვენ გიდათ, მაგრამ უკვე რაღაცები დაისახება, რაღაცები მომზადდება, რაც უკვე სასიკეთო ოფერს მისცემს თლიანობაში თქვენს განვითარებას და უკვე ხა დაგჭათ სულ ალბათ ერთი კვირა. ერთი კვირის მერე უკვე იღბალის მოგემატება, ჯანიც მოგემატება და ბევრი სასიკეთო ცვლილებებიც მოხდება თქვენ ცხოვრებაში. ამიტომ თლიანობაში მაინც კოსმოსი გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, სტაბილურად და კარგად გაიაროთ ეს პერიოდი. თუ მეაქცევთ ყურადღებას ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ხა თქვენ თუ იმუნიტეტის ნაკლებობის ფონზე გაცივდით, პატივი არ ეცით თქვენ ჯანმრთელობას, მაშინ რა თავს ცუდად იგზნობთ, გაღიზიანებაც მოემატებს და რას უყოლია კონფლიქტების ალბათობაც გაძლიერდება. რაც შეეხება კუროს პირიქით ენერგოტონუსი ნელ-ნელა ემატება, ესე იგი ეს ნიშანი უფრო შრომისუნარე, ნებისყოფიანი, შოუპოვარი, ბოლტმენი ხდება და აუცილებელი ისეთი შინაგანი სურვილი უჩნდება განთავისუფლდეს ყველა იმისგან, რაც იყო ძველი, ხელისშემშელი და შემდგომ და რაღაც სიახლე შემოიტანოს თავის ცხოვრებაში. ამიტომ სიახლეების დროა ყუროება ვიფიქრეთ იმაზე, რა ახალი შეიძლება მეთოდოლოგია დაანერგოთ. შეიძლება რაღაც ახალი გადაცემა და უშუალოდ თუ ეს ჟურნალისტიკის სფეროა, შეიძლება ახალი ურთიერთობები ჩამოყალიბდეს, ახალი მეგობრული წრე შეიკრას, ძველი ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აიყვანოთ, ან მეგობრების მხრიდან დახმარებას და თანადგომაც იგრძნოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის და მაქსიმალური კონტაქტი ახალ, ასე ვთქვათ, ადამიანებთან, იმიტომ რომ აქ შეიძლება ესეც საინტერესო ახალი ადამიანები გაიცნოთ, საინტერესო ახალი წინადადებები მიიღოთ, რომ ეს გახდეს თქვენი წინაპირობა შემდგომი წარმატებებისა. ინტერნეტთან მაქსიმალური კონტაქტები. აი აქედან მოდის ახლა თქვენ დამი ძალიან საინტერესო ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გახდეს შემდგომ თქვენი ახლებური ხედვის, შინაგანი ტრანსფორმაციის, ან შეიძლება ახალი იდეების წინაპირობა. ამიტომ რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა რეფორმებთან, სიახლეებთან, რაც უფრო მეტად ახლა სპონტანურად იმოქმედებთ, მით უკეთესად წავა თქვენი საქმე. თლიანობაში პერიოდი უდაოდ კარგია. რაც შეეხება ტყუპებს, ერთადერთი რის მიმართ ყურადღება საჭირო ეს არის ჯანმრთელობა. ენერგოტონუსი მაინც დაბალია, ამიტომ ცოტა გამოაძინეთ საკუთარი თავი, დაიღალეთ, მეორებ ოღონდ არ გადაიღალოთ, თორემ მაშინ უკვე სულ სწრაფობა მატულობს თქვენში და შინაგანი მერყეობა რაც გიშლით ხელს, თუ არ გადაიღლებით, მაშინ კი პერიოდი კარგია. ხელს უწყობს რას? მგზავრობას, მოგზაურობას. ძალიან კარგი პერიოდია იმისთვის, რომ თქვენ კარიერულად წახვიდეთ წინ. შეიძლება ძალიან საინტერესო მათ შორის კარიერული პერსპექტივები ან დაუშვათ რაღაც კურსები გაიაროთ პროფესიონალიზმის განვითარების, რაც ხელს შეუწყობს შემდგომ თქვენს კარიერულ განვითარებას, პარტნიორული თანამშრომლობაც საკმაოდ კარგად წარიმართება, სხვების მხრიდან თანადგომას გზდობ და თქვენს მზადყოფნაში ხართ, რომ გარკვეულწილად გაუწიოთ სხვასაც გარკვეული სამსახური, რაც ფლიანობაში ძალიან კარგია. და ინტუიციაც საკმაოდ ძლავრი გაქვთ. რაც ხელს უწყობს თქვენ შიდა შეუპოვრობასთან ერთად გარკვეული წარმატების მიღწევას, მათ შორის პროფესიონალური განვითარების ან ბიზნეს საქმიანობის კუთხითაც კი მატერიალური მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს. თავარი არის რა, რომ არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ. აი ამას მიაქცევთ ყურადღება. კერჩხიბს ეს პრობლემები ნაკლებად აქვს, თუმცა მაინც ყურადღებით ვიყოთ, იმიტომ რომ მაინც პერიოდი ცვალებადი ამინდის კუთხე და ხა გაცივებით შეიძლება ყველა გაცივდეს.
მოდი ახლა ეს ვთქვათ, რომ ორგანიზმის იმუნიტეტი მაღალი აქვს, ეს ნიშანი ჯანზეა, აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ინტუიცია ზემძლავრი, ეხმარება ზუსტი არჩევანის გაკეთებაში და რაც თავარია კერჩხებს აქ განსაკუთრებული სურვილი აქვს, რომ დაეხმაროს ყველას. და რაც თავარია სხვებსაც უჩნდება ეს სურვილი, რომ მე მასაც გადაუხადოს ასე თუ დახმარებით. ამიტომ ურთიერთ, ასე ვთქვათ, თანამშრომლობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია და ამის დროა, როდესაც ძალიან კარგია ახლა თქვენთვის უცხოეთთან კონტაქტი. რაც შეიძლება მეტი მივლენება იქნება, სწავლა იქნება უცხოეთში, ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა, ყველაფერი გადასარევად წარიმართება. უცხოენის ათვისება გინდოდათ, კი ბატონო, საუკეთესო დრო გასვიდროთ 4 შაბათიდან. ეხლა ამიტომ შესაძლებლობები იქნება არნახული, იქაც გაიცნობ ძალიან საინტერესო ადამიანებს და შეიძლება ჩამოყალიბდეს ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პარტნიორული თანამშრომლობა უცხოელებთან. ამიტომ ერთ-ერთი საუკეთესო დროა წლის განმავლობაში თქვენთვის. თან შარმემის დულობა გაქვს დიდი, რითიც ატყვევებთ რო იტყვიან განსაკუთრებით საწინააღმდეგო სქესის პარტნიორებს. რაც შეეხება ახლა ლომებო, ენერგოტონუსი გაქვთ ერთ-ერთი დაბალი. ერთ-ერთი რაც თქვენ გიშლით ამ პერიოდში. სხვა მხრივ პერიოდი სულაც არ არის ცუდი პირიქით. ანუ ენერგოტონუსის დაბალი დონე ნიშნავს იმას, რომ არ უნდა გადაიღალოთ ერთი ცოტა გადაასვენეთ საკუთარ თავი, რომ მოხდეს დროული აღდგენა დახარჯული ენერგიისა, მაგრამ აქტიურად უნდა იმოქმედოთ, რატომ? იმიტომ რომ შანსები გაქვთ. რისი შანსები? რომ განთავისუფლდეთ დაუშვათ ყველა ძველისგან, რაც გიშლით ხელს. ეს შეიძლება იყოს საქმე, შეიძლება იყოს ურთიერთობები, რაც გამძიმებთ. რატომ? იმიტომ რომ უცებ ამის შედეგად იგრძნობთ საოცარ შინაგან თავისუფლებას. ეს თავისუფლება კი გარკვეულ არ მარტო სულიერ, არამედ საქმიან ტრანსფორმაციას გამოიწვევს თქვენში. ეს პერიოდი გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მემკვიდრეობით საკითხებიც გადაწყვიტოთ, ფინანსური მდგომარეობაც გადაწყვიტოთ და გაუმჯობესოთ და თუ იურიდიული რაღაც პრობლემებია, ესეც მოაგვაროთ და მოაწესრიგოთ. ამიტომ შესაძლებლობები ყველა სხვა კუთხით გინდათ პროფესიონალური, გინდათ ფინანსური და შემდგომ უდაოდ გაქვთ კარგი. თავარია ჯანმრთელობა იყოს სტაბილური. რაც შეეხება ქალწულს, აქ პირიქით ჯანმრთელობა სტაბილურია, წარმატების ფაქტორიც საკმაოდ მაღალია. ეს ნიშანია, რომელიც აქ თავისი შრომით, ნებისკოპით, მოთმინებით, შოპორობით ძალიან ბევრს მიაღწევს, რაც თავარია ეხლა მაინდა-მაინც არ აქვს სურვილი აი იმ წრულმანებზე ჩაძიებისა და პირიქით ცდილობს ქალწული, რომ პრობლემები თუ შეიქმნა სახში ან სამსახურში მოაგვაროს შვიდად, უფრო დიპლომატიურად, ცოტა კომპრომისებსაც მიაღწევს, რაც ხოთ შორის ძალიან კარგი იქნება და უფრო მეტად არგებს ამ პერიოდში ესეთი მოქმედება. მაგრამ ეს რომ პარტნიორული თანამშრომლობის დროა ეს უდავოა. რაც მეტად თქვენ გექნებათ ახლა კარგი ურთიერთობები, შენარჩუნებული მით გინდა პირად ურთიერთობებს გულისხმობა, ან ბიზნეს საქმე ან კონტაქტებს, ეს თქვენი წარმატების სერიოზული ფაქტორია. ამიტომ იზრუნეთ იმაზე, რომ პარტნიორული თანამშრომლობა იყოს მშვიდობიან გარემოში, პარიტეტებზე, აწყობილი და სამართლიანობის პრინციპებზე. მაშინ იდეების რეალიზაციაც იქნება საკმაოდ თვალსაცემი, ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესდება და პროფესიონალურად სერიოზულად წახვალ წინ. რისი ძალიან კარგი საშუალებები აქვს. სხვა შორის, თუ გაგაჩნიათ კიდევ რაღაც შემოქმედებითი ნიჭი ან შემოქმედებით სფეროში ხართ, აქაც ჩვენივრად გამოავლენ თქვენს შესაძლებლობებს. რაც შეეხება სასწორს განსაკუთრებული სურვილი აქვს ახლა, რომ რაღაცა ცოტა მაღალ მიზნებს მიაღწიოს, რაღაც სიმაღლეებს მიაღწიოს თავის ცხოვრებაში და სხვა შორის ამაში გარკვეულწილად უმართლებს კიდეც. რატო? იმიტომ რომ აქ შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, რომელიც გარკვეულ ფარველობას აიღებენ მათზე საკუთარ ხელში და თუმცა რაღაც მოთხოვენ კიდეც შრომის უნარიანობის, შეუპოვრობის, ნებისკოპის გამოვლენას, მაგრამ თან ეხმარებიან. და შეიძლება ეს არ მარტო ფარველები იყვნენ, არამედ პარტნიორებიც იყვნენ, ზოგიერთ შემთხვევაში კოლეგებიც კი. ამიტომ შესაძლებლობები დადებითი უდაოდ აქვს ბიზნეს მიღწევის ამ ნიშანს, თუმცა ჯანმრთელობა მაინც არასტაბილურია. ამიტომ მეაქცევთ ყურადღება ჯანმრთელობას. რატო? თუ თქვენ გადაიღალეთ ან გაცივდით ამ პერიოდში, შინაგანი მერყეობაც მოიმატებს, დროულ არჩევანსაც ვერ გააკეთებთ, სულსწრაფობად გაგიძლიერდებათ, რის შედეგად დაკარგავთ ძალიან კარგ შანსებს, რომელიც ამ დროს გეძლევათ იმისთვის, რომ საკმაოდ მაღალ მიზნებს მიაღწიოთ თქვენ ცხოვრებაში. და ამიტომ თავარია ახლა რა? ჯანმრთელობა, რომ ის იყოს სტაბილური. თუმცა, ისიც მინდა გითხრათ, რომ პერიოდი კარგია რისთვის, რომ დაალაგდეთ. დაალაგოთ თქვენი აზრები, თქვენი მიზნები, თქვენი მისწრაფები, დაალაგოთ თქვენი ურთიერთობები თუ იყო ვინმესთან არეული, თქვენი საქმეები. ამ ხრივაც ეს პერიოდი კარგია, რომელიც უწყობს ხელს მოწესრიგებას თქვენი ცხოვრებისა.
რაც შეეხება ახლა ისეთ ნიშანს როგორც მორიელია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, იმიტომ რომ შარმიანია, მიბზიდველია, ენერგიული, აქტიურია, უშიშარია, მებრძოლია, ჯანი ენერგია აშკარად ემატება ამ ნიშანს. ამიტომ ძალიან კარგი პერიოდია და სხვა შორის ძალიან უღვივდება ინტერესი ოკულტური, ეზოთერული, რელიგიური, ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური საკითხებისადმი და აქ იპოვის კიდეც იმ ადამიანებს, ვინც გაიზიარებს მათ ამ სურვილებს. ამის გარდა აქაც სხვა შორის მათ შეუძლიათ ასევე მგზავრობა, მოგზაურობა იქნება ნაყოფიერი ფრიად. ამის გარდა ეს ის პერიოდია, როდესაც მაგალითად იურიდიული თუ იყო ასკაც პრობლემები, ამასაც ადვილად გადაწყვეტავს. ერთი სიტყვით აქ შანსი რომ იდეების რეალიზაციას მოახდინოს და ფინანსურადაც გაამჭობესოს თავის ცხოვრება, მაგრამ არის ერთი ფაქტორი, რომელიც ითხოვს აუცილებლად ყურადღებას. რაც შეიძლება სტაბილური, კარგი ურთიერთობა გქონდეს უნდა შვილებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან. თუ ეს ურთიერთობა ჰარმონიულია, წარმატების ფაქტორი ერთიორად გაიზრდება. თუ აქ რაღაც დაძაბულობა მიჩინოთ თავი, მაშინ ეს უკვე სირთულეები ცოტა მეტი იქნება, მაგრამ მთლიანობაში პერიოდი უდავოდ ერთ-ერთ საუკეთესოა, ამას წყალი არ გაუვა. შილდოსანთან დაკავშირებით სხვა შორის პერიოდი ცუდი არ არის, ერთ-ერთი ჯანმრთელობას ყურადღება. რატო? იმიტომ რომ მაინც ერგოტონუსი ჯერდებალია. თვითონ შილდოსანი იგრძნობს, რომ ისეთი შრომის უნარიანობა არ აქვს, მეტი ჭირდება დასვენება, ცოტა მეტი ჭირდება გამოძინება და არ უნდა გაცივდეთ. აი ამას მეაქცევთ ყურადღება, იმიტომ რომ ამ შედეგად თქვენი ხასიათიც ფუჭდება და წარმატების ფაქტორიც კლებულობს თუ გაცივდით, გადაიღალეთ, ცუდ ხასიათზე დადექით და ასე შემდგომ, ხო? მაგრამ შესაძლებლობები უდაოდ გაქვთ, მათ შორის როგორია, მაგალითად, გინდოდა დიდი ხანია რაღაც საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება, რაღაც სახში ლამაზი კარგი დიზაინის შექმნა, ავეჯი შეიძლება შეძენა და ასე შემდგომ. ამის საუკეთესო საშუალებები გაქვთ, თუ რაღაცა ესე იგი საყოფაცხოვრებო საკითხები იყო, რომელსაც დიდ ხანს ვერ აბავდით თავს, ახლა არის ძალიან კარგი დრო, რაც შეიძლება კარგი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, ნაცნობებთან. აი მათი თანადგომა იქნება თქვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი ტალკვესი და კიდევ მიაქცევთ ყურადღება რას, რომ ეს ის პერიოდია, რომელიც ასევე ხელს უწყობს მემკვიდრეობის საკითხების, ზოგიერთი ფინანსური საკითხების და თქვენთვისაც იურიდიული საკითხების მოგვარებას. ამისთვისაც დრო კარგია. ვინც გათხოვებაზე ფიქრობს? ხო, სხვათა შორის გათხოვების კუთხით მინდა ვთქვა, რომ არ არის ცუდი პერიოდი, პარტნიორული ურთიერთობა და ურთიერთგაგება მაღალია, მაგრამ მე მაინც ურჩევდი, რომ 20-მდე მოითმინონ. რატო ახლა? და რატო ახლა კარგი? იმიტომ რომ ახლა ვენერა გადავიდა უკვე ვერძის ზოდიაქოში, ხო? 6 რიცხვში. ანუ ვერძი მონათესავეა მშვილდოსნების. ამიტომ ყველა ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელმა შეშვილდოსანი ახლა ნელ-ნელა მათემატიკად შარმი. მაგრამ ნუ ახლა 20 რიცხვიდან უკვე ვენერაც კარგ სიჩქარეს აიღებს როიტყვიან, შარმიც მოიმატებს და თან უკვე მზე რო გადავა ვერძის ზოდიაქოში და ცეცხლით აგიზგიზდება სამყარო, აი მათი დრო მოდის მერე. მერე ესე იგი იმუნიტეტიც რო გაიზრდება, შარმი კიდევ უფრო მოიმატებს და ამიტომ თუ ცოტა მოითმენენ 20-მდე იქნება უკეთესი. ეხლა რაც შეეხება უკვე თხისკა ზოდიაქოს ნიშნე დაავადებული სპირალში ყველაფერი გამოსდით. იღბალი მაღალი აქვს, ეს ნიშანი ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, ბიზანსტრაფული და მომთმენია და ცოტა ხდით უნდა გადაიქცეს ტყუპებად. რას გულისხმობ? ხა ეს ნიშანი კონსერვატორი უყვარს სიმშვიდე, სტაბილურობა, ზედმეტად რომ ხელი არ ახლონ თავის საქმე იცის, მიზანსტრაფულად მისდევს, შვიდ და წყნარად. ეხლა არა სამყაროებნება, ახლა მოდი ცოტა ტყუპების თვისებები გამოვავნოთ რა. მეტი დინამიკა, მეტი აქტიურობა, მეტი კომუნიკაცია, მეტი ურთიერთობები, რაც შეიძლება მრავალფეროვანი კონტაქტები. მეტი მგზავრობა, მეტი მოგზაურობა, აქედან გაიცნობს საინტერესო ადამიანებს, აქედან მოდის უამრავი საინტერესო ინფორმაცია. სწავლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, ხელს ყოფს ახალი ადამიანების გაცნობას და მათთან ახალი პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. ამიტომ რაც შეიძლება მეტი იკითხეთ და რაც შეიძლება მეტად იმოძრავეთ. აქ შეიძლება ურთიერთობებიც იყოს ძალიან კარგი, დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეზობლებიც კი შეიძლება მათ თანადგომაც კი იგრძნოთ ამ პერიოდში. ამიტომ რაც შეიძლება დინამიური მოძრაობა. ეს ხელს უწყობს პროფესიონალურ განვითარებასაც, ფინანსური წყაროების აღმოჩენასაც, პარტნიორულ თანამშრომლობას და ბიზნეს სფეროში წარმატების მიღწევასაც. რაც შეეხება უკვე მერწყულებს, აქ ენერგოტონუსია მთავარი მოქმედი პირი, იმიტომ რომ ცოტა დაბალია. ამიტომ ცოტა მეტად იღლებით. შეიძლება იგრძნოთ, რომ ის შრომის უნარიანობა არ გაქვთ, რაც გქონდათ, ან ცოტა მეტად გეძინებათ, ანუ კარგად უნდა გამოიძინოთ, ცოტა მისცეთ ორგანიზმის დასვენების საშუალება. მაშინ პერიოდი იქნება ძალიან კარგი, რატო? იმიტომ რომ თუ თქვენ არ გაცივდებით და ცოტა არ იქნებით გადაღლილ მდგომარეობაში, მაშინ
ადრეული საქმეებიდან შემოდის ფინანსური წყაროები, პრემიები, ბონუსები, პლუს შეიძლება ეხლა ჩაერთოთ ისეთ საინტერესო ერთობლივ პარტნიორულ თანამშრომლობაში, რომელიც ფინანსურად იქნება კარგი, წარმატებული და სხვა შორის კაპიტალდაბონდება, ინვესტიციები თუ იქნება კარგად გააზრებული და არანაჩქარევი თქვენი მხრიდან, ესეც იქნება საკმაოდ კარგი და წარმატების მომტანი. ამიტომ ამ კუთხითაც ეს პერიოდი კარგია და ხელს უწყობს იგი იმას, რომ თქვენ აქაც ხართ მზად, რომ დაეხმაროთ სხვებს, სხვებისგანაც იღებთ დახმარებას, ამიტომ პარტნიორული თანამშრომლობა შეიძლება საკმაოდ კარგად წარიმართოს. და რაც შეეხება უკვე თევზების ზოდიაქოს ნიშანს, თევზებო, ეხლა თქვენი დროა, რაც შეიძლება მეტად იმოძრავეთ, რაც შეიძლება მეტი დინამიკა, იმიტომ ენერგოტონუსი გაქვთ მაღალი, საუკეთესო დროა წლის განმავლობაში, ფსიქოემოციური სტაბილურობა საკმაოდ კარგი, პლუს ამას ინტუიცია ზემძლავრი, რომელზეც დაყრდნობით სწორ არჩევანს აკეთებთ და სწორ ნაბიჯებს დგავთ, ყველაფერი გამოგდით, იღბალი თქვენს მხარეს არის. არა მარტო იზიდავთ ადამიანებს, მათ შორის თქვენი დახვეწილი იუმორით, არამედ შემოქმედებითი კუთხით შეიძლება წარმოაჩინოთ საკუთარი მონაცემები, ბიზნეს საქმიანობაში ჩაერთოთ, იმგზავროთ, მოგზაუროთ, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, თქვენს აზრებს, თქვენს რჩევებს დაედება ფასი. ამიტომ ავტორიტეტიც მატულობს, თქვენი რეიტინგიც მატულობს საზოგადოებაში, რაც ხელს უწყობს ყოველხრივ თქვენს განვითარებას და ყურადღების საყოველთაო ცენტრში მოქცევას, ნუ რაფრის ნუ შეგეშინდებათ, რომც იყოს რაღაც სარისკო მოქმედება, აქაც კი გაგიმართლებთ, იმიტომ რომ ინტუიცია ზუსტად კარნახობთ, რომ ის რისკი რამდენად მართებული იქნება და ამიტომ წარმატებული ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ თქვენ. მე ახლა ვისარგებლებ მომენტით და მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო გუშინდელი დღე მანდილოსნებს, უსურვო ყოველივე კარგი, ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული, სიყვარული და რასაკვირველია ჩვენთან ერთად, მამაკაცებთან ერთად მოდმევად ყოფნა. კი ბატონო, მეც ვუერთდები ამ სურვილებს. პრინციპში ყველა დღე მათია, განსაკუთრებით მარტი ძალიან გავს მათ შინაგან ბუნებას და ხასიათს, მაგრამ ვისარგებლოთ კიდევ ერთხელ ამ შანსით და შესაძლებლობით და მიულოცოთ 8 მარტით, 3 მარტით და ვუსურვოთ მათ, რომ პირველ ყოვლისა იყვნენ ჯანმრთელები და ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი ქალური ბედნიერება და დაამშვენოთ ჩვენი ცხოვრება. სასაკვირველია. მოკლედ, ესე იგი გავარკვიეთ ის, რომ ეს იუპიტერი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, გამარჯვების პლანეტა, 4 შაბათიდან გახდება სწორმავალი. ანუ შანსებს წარმატების 1-2 ზრდის ყველასთვის. კი ბატონო და მერკური, რომელიც არის გონების მმართველი, ის უკვე 20-დან გახდება სწორადმავალი და კიდევ მეტად შეუწყობს მე ახალი იდეების და სარისკო მოქმედებების რეალიზაციას. გადასარევი. ესე იგი ჩვენ მივიღეთ ეს ინფორმაცია და შევიარაღდით. ამ ფორმატში ერთმანეთს შევხვდებით უკვე მომდევნო ორ შაბათს ტრადიციულად ამავე არხზე. მადლობას გითმობთ დათმობილი დროისთვის.